მოკლედ მეგობრებო, გამარჯობა, დღეს რაღაცა უნდა გითხრათ, ოღონდ არ გაგიჟდეთ. მოკლედ მე თამაშებს აღარ დავდებ, მარტო რაღაცა როგორ გავაკეთოთ, როგორ გავაძლიერებ კომპიუტერი იმის სახით, მეხსიერების სახით, გაძლიერებასთან დაკავშირებით და ეგეთი რაღაცები. როგორ გადმოვწეროთ და ეგეთი რაღაცები თამაშს არ ავდებ, იმიტომ რომ ის დღეს ისინი მაქვს ცოტა ისინი აი თამაშებს ვეღარ ვდებ, იმიტომ რომ ხომ იცით ბანდიკამი თამაშებს არ მიკაჩავს და თამაშები ბანდიკამი კი ეს გადამღები First Stone Capture არ მიკაჩავს იმას თამაშს აღარ მიკაჩავს რა ყიდვა უნდა თუ რაღაცა და მე გავიღებ აი სხვა გადამღებს რო ვიყიდი ან გადმოვიწერ გადავიღებ ეს თამაშებს და ეხლა მინდა რაღაცა ვიდეო განახოთ დაკავშირებით იმისი რომ როგორ გავაძლიეროთ კომპიუტერი გიგაბაიტების სახით. შევთ აქ მოიცადეთ PC-ში შევთ System Programs, შევთ აი აქ Settings ყველაფერს ჩავთვალ, აი ყველაფერს გამოვთვალ, კარგია, უკან არც ეს არ მინდა გამოვთვალ და აი გადავდივართ, აი მე დაწერილი მაქვს სისტემა არ მინდა, ოკეი, ახლა გადავიდეთ აი აქ და აი ამას არ ვაჭერთ და თუ ძლიერი კომპიუტერი გქონთ, აი ამას აჭერთ და ინახოთ ყველაფერს და მეგობრებო, აი ამის შემდეგ აი ამას აჭერთ, თუ გინდათ პაჩებს გააძლიერებთ, გადაგდებთ რომელს წაშლით რომელ თამაშებსაც გინდათ iOS-იც აი აგერა, Windows-საც გადააყენებთ, ვისაც გინდათ შეგიძლიათ რომ ისინი თამაშები უფრო კარგად პროფილში მაინც გააკეთოთ და პროფილი გექნებათ საერთოდ ახალი თუ მოგინდებათ და თუ Windows 10 აღარ გინდათ აი ამას ამოწერთ, აი ამას displays, აი ამაში ჩაწერთ Windows 7. Așa, ai amas tu akete, ar gindათ და Device Manager. აქ მე უკვე გაკეთებული გვაქვს, როგორც ჩანს, აი ამას ესე გააკეთებს, აი ამას მახსოვრით რამდენი ოპერატიული მეხსიერება გვაქვს და იქ ჩაწერთ. აი აქ შეხვალთ, აი აქ. მე აი თუ გინდათ გადაადგილება აი ამას File Option და Options. როგორც ჩანს, აი აქ არ არის. თუ არ არის, მაშინ OK-ს ატკაპნებთ. შედიხართ კონსოლის და შედიხართ აი ამაში. Universal Serial Bus Controls. და მე აი ამას წერთ, რაც აქ წერია და Microsoft-ის სახით აძლიერებთ კომპიუტერს. ეს იყო ჩემი ვიდეო და მოვალ